მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და ამ თემებით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი უწყების ხელმძღვანელი ბატონი კალაძე, როდესაც ბრძანდებოდა რუსთავი 2-ის მათსავე მართულ ტელევიზიაში, მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები არამც და არამც არ არიან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული. აი ახლა მე მარტივად პირდაპირ ეთერში მას დავუმტკიცებ და ასევე მის სიცრუეს ვამხელ, რომ ბატონი კალაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ უშვებს. ეს რეორგანიზაციად წოდებული პროცესი, რომელიც სინამდვილეში არის სადამსჯელო ოპერაცია, სწორედ რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას ემსახურება და მე ძალიან მარტივად ჩემი სამსახურის და ჩემი განყოფილების მაგალითზე მაყურებელსაც საით უნდა მივმართო კამერას რომ მაყურებელს მოკლედ მე მაქვს წამოღებული საშტატო ნუსხა რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ. ჩვენი სამსახური არის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, რომელიც 5 განყოფილებისაგან შედგება. რეორგანიზაციამდე სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა იყო 40, რეორგანიზაციის შემდეგ შეამცირეს 3 ადამიანი, დარჩა 37. სულ სამსახურის ფარგლებში ჯამში 2 განყოფილებას შეეხო რეორგანიზაცია, კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილებას შეუმცირდა 2 თანამშრომელი, მათ შორის მე და განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას 1 ადამიანი. უყურეთ, არაფერი სტრუქტურულად, შინაარსობრივად არაფერი არ შეცვლილა. 2 განყოფილებიდან ამოიღეს 2 ადამიანი და ამ 2 განყოფილებიდან 1-დან 2 ადამიანი ამოიღეს, მეორედან 1. 3 ადამიანი შემცირდა. ეს 3-ვე ადამიანები ვიყავით ხელმომწერი იმ აქტის, გარდა იმისა, ჩემი განყოფილებიდან მე და ჩემი კოლეგაც აქტიურად სოციალურ ქსელშიც ღიად ვაფიქსირებდით და გამოვთქვამდით ჩვენ პოზიციას. მოკლედ, ჩემ განყოფილებას რაც შეეხება, კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილებას შეხედეთ უბრალოდ როგორი სასაცილო არაგიქმებოდეს, ამიტომ მოდით აუხსნათ. ხო, სასაცილო სურათია განყოფილება, რომელიც შედგებოდა 4 ადამიანისაგან. განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი სპეციალისტი 2 ადამიანი, უმცროსი სპეციალისტი 1. ადგნენ და ეს 2 უფროსი სპეციალისტი შეამცირეს. განყოფილებიდან ამოიღეს 2 უფროსი სპეციალისტი, რის შედეგადაც მივიღეთ აი ესეთი სურათი. განყოფილების უფროსი და 1 უმცროსი სპეციალისტი. განყოფილება არის 2. ესეთი პრეცედენტი უბრალოდ არათუ მერის ისტორიაში, საქართველოს ინსტიტუციონალიზმის ისტორიაში არ არსებობს. მე მოვიძიე იურისტები აქ შედან და თუ რამეს დაამატებენ, არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი ვეძებე და 2 კაციანი განყოფილება ვერ მოვიძიე მერის სტრუქტურის ფარგლებშიც და ვერც და ეხლა მე არავის დაკნინება ნამდვილად არ მსურს, არც ჩემი კოლეგების ძალიან დიდი პატივისცემით მადდამი, მაგრამ უმცროსი სპეციალისტი გამოუცდელი გოგონა, რომელიც 1 წელია რაც მოვიდა და რანგებითაც აქ რანგი საჯარო მოხელემ ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს, რანგები, კატეგორიები, კლასები, მოკლედ ბევრი სტრუქტურა, დიდი წლები სჭირდება და ის გოგონა, რომელიც დარჩა 1 წელია მუშაობს და ჩვენ რანგითაც ვიყავით, კლასითაც უფრო ზიანდება მათ შორის საჯარო სექტორი, უყურეთ ეფექტიანობა. კი. ჩემ სფეროზე ვისაუბრო. კულტურაზე ხშირად რაღაცნაირად უხერხული გახადეს კულტურაზე საუბარი. ისეთი პირობები შექმნეს, მაგრამ მე მინდა გავიხსენო ყველასთვის ძალიან ცნობილი ამბავი, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელშიც ქარდის სახით ვრცელდება, როდესაც ომის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეუტადეს ბიუჯეტი, კულტურის პროგრამა ბიუჯეტს თანხა მოკლებული ჰქონდა და თავდაცვას გაზრდილი და მან იკითხა, რომ რისთვის ვიბრძვით, მაშინ თუ კულტურა არ გვექნება. ანუ ერი თავის იდენტობას ავლენს კულტურაზე
კულტურაში, ენაში, ხო? კულტურა არ არის ესე ანუ კულტურა არის ფუნდამენტი, რაზეც დგას ერი. ანუ რა გამოდის, კულტურა აღარ აინტერესებს ჩვენ მთავრობას. რატო გაგვიხადეს სასირცხვილო ჩვენ კულტურაზე და იდენტობაზე საუბარი და მე-20 საუკუნის ბოლოს ამაზე კვლევაც ჩატარდა, როდესაც საზოგადოებრივი პოლიტიკური მოვლენების ანალიზი გააკეთეს მეცნიერებმა, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ომები, აგრესია, კონფლიქტები კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, კულტურის კრიზისი იწვევს ომებს, აგრესიებს. რომ შევაჯამოთ თქვენი საუბრები, რაც მოვისმინეთ, პრინციპში ყველა თქვენგანის ისტორია არის დასტური იმისა,